ისე მიხარია დღევანდელი დღე და გონია რომ ეს პიჯაკი ისე ძალიან იქნება. ცოტა მეტირება. მიხდება ეს ფერი პიჯაკი. რა თქმა უნდა ზაკოსია. უკვე ჩემი, მაგრამ ანუ და აი ეს ზედა არის ულამაზესი, ხალხო აი ულამაზესი და არის ძალიან ბევრი წლის და რა თქმა უნდა არის ზაკოსი. ძალიან კომფორტულად ვარ და ყველაზე კარგი ის არის რომ თავისუფლად მეკვრება პიჯაკი, რაც ძალიან მომწონს. რაც -20-ის დამსახურება რა თქმა უნდა. და დამიჯახოს არაფერი გადავიდე. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდობ რომ თურაბი კარგად გამოვიყურები და ჯანდაბაში ვითავი. აი მე რას გუდიალობ ამ თენია ღმერთო. ჯვარი მწერი. ხო თმები რა ვიცი ასე გავიკეთე, მაგრამ თმის ამაგრიც მაქვს და მე რომ დავიღლები ამ გაშრითმით, მე ავიწევ აუცილებლად. მე გოგოებო ვგიჟდები, როცა პიჯაკში ჩანს სახელოები, აი ესე ფერი რა, ფერს არ აქვს მნიშვნელობა, რაც გაცვია შიგნიდან, რო ჩანს ძალიან მომწონს. ძალიან. სხვათაშორის ვფიქრობდი არ შემცირდეს. გადასარევი ამინდია, მაგაში გავიგრძე. ეს რაღაცები მაქვს საყიდელი. თუ მოვაბი ორონთ თავბოლო არ ვიცი. მოვედი სამსახურში და ძალიან მალე ეწყება ღია გაკვეთილი, ასე რომ წარმატებები ჩვენს პატარა ანბანელას გწლიანებს. წავედით სამსახურიდან. გავიდეთ როგორი მსიარი და სათვალე სამსახურში მქონდა და რატო არ იმას ვქონი რა ქვია. წამოვიღე. აი მე რა მაგრაც ხელა ხალხო. მოვედი. ამას ხო ხედავ ხალხო. მოკლედ, პროდუქტები, რომელიც ვიყიდე, თან ვნახოთ რა როგორ თან არ ჩამიდო იმან მე მგონი ის რა ქვია რაში რა გადავიხადე ხა ხუარი ღირსი თავიდან ჩავიდე და გამოვართვა. თან შევალაგოთ. რა მოგცე? აუ დედიკო ისე დადე რა ხა ვერავდგები ვერაფრით. ანუ შანსი მაგზე არ არსებობს უბრალოდ. კარგი დაახლოებით ფასები კი ვიცი და ისე გეტყვით. მე დედა. აქ ყავა მაქვს რომ არ გარდავიცვალო, ყავა არის აუცილებელი. დედიკო ერთი წუთი პულტი მომიტანე სიხარულო მარიკო, თუ შეიძლება მომიტანე რომ არ დაგვებლოკოს ვიდეო. ერთით დავუწევ საყვარელო და ისე უყურე შენ საყვარელ პეპას. ოპა, აჰა დედიკო. მოკლედ, ესეთი მაქვს, მაგრამ იყოს ოჯახია. იყოს რაც მეტი უკეთესი. ნუ ახლა ძალიან მომწონს ამის გემო რაღა დაგიმალოთ. 199 კალორია აქვს მეგობრებო. აი ერთ პაწაწ უნდა ყავს რომ დაიდებთ ასაწონად. უშიო ეგრევე მიფრინავს ისინი რა, ადგი რა ამბავია, არ ერთი პატარა კოზი დავიდე, მაგრამ გემრიელია და რაღაცებთან ერთად ძალიან გემრიელად მივირთმევ. ამიტომ არ დამენანა 10 და აი იმიტომ მინდოდა ეს გამოეტანებინა 10 და რაღაც გადავიხადე, მოკლედ ცოტა ფასდაკლება იყო. კლუბის წევრი არა ვარ, თორე უფრო ფასდაკლებები იყო, რა ვიცი, მე ვერ მოვასწარი 31-ში ხალხო მარაგი შევსება მაღაზიაში, იმიტომ რომ მოგვიანებით ჩამერიცხა ხელფასი და სიმართლე გითხრათ, ძალიან დამეზარა ეხლა გადაბუდიალება საღამოს. ამიტომ ხო, ნუ არა უშავს, არ არის პრობლემა. ხა რას ვიზავთ, გადავიხადე. 10 და რაღაც ღირდა და ძალიან მიყვარს. ყოველ შემთხვევაში ახლა ყოველს ვერ შემიცვლის, ვერც იმერულს და ვერც თქვათ, მაგრამ მაინც. ასევე ეს იყო ცოტა ფასდაკლებაში 5 და რაღაც ღირდა და ბარემ გამოვაყოლე. ამას რაც შეეხება, აი არ ვიცი, უფრო ვფიქრობ, რომ აი ვნახოთ რა, ზუსტად არ მახსოვს ამის გემო, ცოტა ადრე მივირთვი და აი ესე გემო აღარ მახსოვს, რომ აი ესე თავი დავდო, რომელი უფრო აი არ ვიცი. ამასაც გავსინჯავ.
და აუცილებლად ვნახავ გოგოებო. ერთი წუთი, სადახარ შვილო? მე ხან ერობს მომიშლის უყურე შენ ამას. რატო ვერ ვხედავ ხალხო? მე თვალთ ხوار დამაკლდა ნეტა. ცოტა კი ისე ვხედავ ხოლმე ხანდახან დაბურულ მდგომარეობაში. სადღაც კალორია წერდა და ვეღარ ვხედავ. მოკლედ. დაახლოებით იგივე აქვს რა, არ ვაკიხსნათ, დაახლოებით იგივე აქვს, ამიტომ მოკლედ არ არის პრობლემა დიდად. ხო, ნახოთ. ამის გემო არ მახსოვს, ადრე მაქვს გასინჯული. მარიამს წამოვუღე ესეც ვაშლის და ბანანის ხილფაფა ორცხობილის არომატით. ვნახოთ, ანუ ხილფაფა და მაინტერესებს რამდენად მოეწონება. ეხლა სიმართლე გითხრათ მირჩევნია ბანანი ისე მიირთვას, ვაშლი ისე მიირთვას, მაგრამ დიდად არ იკლავს ეს ბავშვი თავს ამ რაღაცეებით და აბა გასინჯოს, იქნებ ეს მოეწონოს ორ ლარამდე ვერს. ორი და რაღაც ხო არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ესე ცოცხალი ხილი მირჩევნია ბუნებრივია, მაგრამ მოდი ესეც იყოს რა, ესე რომ ვთქვათ. რა ვიცი. იყო მარწყვის, იმის, ამის, მაგრამ ბანანი და ვაშლი ავარჩიე. მარწყვის მირჩევნია, რომ ბანანის არომატით მიირთვას. ხო, ეს სოსისი იყო აქციაში და ბარემ გამოვაყოლე ხელს. და კალორიული პური ძალიან ბევრჯერ მაქვს თქვენთვის გაზიარებული და სულ რომ მეკითხებით ხოლმე ხან არა მაქვს სახლში, ხან ფოტოს ვეღარ ვპოულობ ხოლმე და ბატონო. რას ეძებ? არ გინდა თებში დადე საყვარელო, აი ამაზე დადე. მედი ჩემო ლამაზო დადე საყვარელო, მედი. აი კარგი გოგო ხარ, მე დედა მიხედავს. მე ძალიან მეგემრიელება სიმართლე გითხრათ ეს პური ხა სხვანაირი პურს ვერ შემიცვლის ვერც ეს, მაგრამ აი ეს არის გოგოები, რომელსაც აქვს 166 კალორია, რომ ეკითხებით, აგერ ბატონო, ეს არის ორი და რაღაც ხეს მგონი. წვენი ხო დალიე, შვილო, შოკოლადის წვენი არ გიყიდე? არ სვავ? მიდი დე, დალიე, გიყიდე. ეს გაინტერესებს რა არის? მივხვდი, მაგიტომ მოხვედი, ანუ ყველაფერი ერთად რატო უნდა? გაგიხსნა რა არის? ნახე, ეგრე შეწრუპე. აი აქ მოუჭირე ცოტა და შეწურიპე, შეხვრიპე. მიდი დედიკო, ის ჩაიდე? იუჰუ, ჰა დედიკო. მოგეწონა საყვარელო, მიდი, ჩაიდე პირში დედიკო და ისექენი. გებრიელია დე? მოგეწონა საყვარელო? დაჯექი და მიირთვი ჩემო სიცოცხლე, მიდი. პირში ჩაიდე და ისე დედიკო, რანაირი იმით საუბრობ, რა ქვია რაღაცა სასწაულად. მოკლედ სეზონი დაიწყო ჩემი მწვანილების სეზონი. რა, წვენი? კარგი, დადე და საღამოს გააგრძელ, საღამოს დალიე, კარგი ჩემო ლამაზო. არა, დადე და ხილფაფა მიირთვი თუ შეიძლება. ხო, მწვანილების სეზონი დაიწყო. მან ჩემ აქ მამამ უთხრა, რომ სამგორის მეტროსთანო 3 ცალი ტარხუნა იყიდებოდა ლარა, თუ უბრალოდ ისეთ სიტუაციაში იყო, რომ ვერ იყიდა და მე ვთხარი. როგორ ვერ იყიდა, ღმერთი არ გაპატიებს. ხო და მე კიდე ლარა ვიყიდე. დედიკო, არ დააქციო, ჩაიდე პირ საყვარელო, მიაჭირე ახლა დე? ტუჩები მოუჭირე, კაცო. მარიამ, ჩაიდე და ტუჩები მირიმ, აი ეგრე დე. ხო. ეს ვიყიდე, რომელიც ნიჟარისთვისაც კარგია, რა ვიცი, უნიტაზეს ყველაფერთვის კარგია, მოკლედ. და 2 ლარამდე ღირდა თუ არ ვცდები და იქვე ბარემ გამოვაყოლე ხელს და სხვანაირი მაქვს დატესტილი და ეს როგორია ზუსტად არ ვიცი გოგოებო, ზედაც ახატია სხვათა შორის. ნიჟარა, პირსაბანი, აბაზანა, აქ არ არის უნტაზე მითითებული, მაგრამ ამას იყენებენ ხოლმე და არ ვიცი თუ გნებავ შეგდეთ გამოიყენოთ. და ნახოთ, დატესტოთ, სხვანაირი მაქვს სახლში. ნახოთ ესე გოგო. მაგარი გოგო ხარ, აი მეყავა. აი მე გუშინ მომრჩა ხინკალი რამდენიმე, მაგას ეხა შევაცხელებ.
კაი ტარხუნა მაქვს მოტანილი, კაი რაღაცა მაქვს მოტანილი და სუფრავ და გავშალო და ვიქეიფო და აი თქვიფო. აი ეს მშვენი, რატომ ჯერ არ ვშემ, იმიტომ რომ 3:20 წუთი იყო ვისადილე და ნამდვილად არ მში ახლა. თუმცა რომ მოვლაგდები, სანამ გავიმზადებ, მდრობდე უკვე შემიძლია რომ მივირთვა. ხო, ზეთი ვიყიდე 5:09 ზეთი. ღრუბელი მე მიყვარს ძალიან როცა გაკეთებული მაქვს, აი მარაგი და რა ვიცი, რატომღაც ღრუბელზე არ გავწერდა და ზოგადად რაღაცები მაქვს საყიდელი კიდე და ამას მე მივხედავ. ეხლა ნამდვილად მაღაზიაში მეკითხება ეს ჩემი მეზობელი რომ მაღაზია რო აქვს რომ 10 ლარის ყავა მიდადგო და შიმშილობა დაიწყო. ხო შიტობა გაქვთ ხوارი კიტებითო სახში არა არა მივთხარი. ჩვენთვის ეს არის არა ერთი კვირა რა თქმა უნდა არ გვეყოფა ეს არანაირად. ხო და მოკლედ ვიყიდე ხა ყოველ მეორე დღეს მაგრად მეზარება ხოლმე გადიააწონინე და რადგან მის ყავაზე მივეჩვიე და სხვა ყავის გემოდიდა და არ მსიავნებს აეკარი მიჩვევის ამბავი, ამიტომ გადავწყვიტე რომ მე კიდე ბარემ 10 ლარის და მე კიდე ხანში ერთი 10 ლარისას კიდე მოვიტან. კარგი, კიდე მოვიტან ერთი 10 ლარისას და დავდებ, ასე რომ ვთქვათ. ხო და ესეთი ამბები, ვაიმე აქეთის ჩანს, იქეთის ჩანს, ვეღარ გავიგებ სად რა გავწიო. აი ისეთ ლოკაციაზე ვარ უცნაურ. ვაიმე ძალიან კარგი ლოკო. ბუზია. ლუკეშინია ბუზი არ გიკბენს და მწვანილი. ამოვალაგოთ. ეხლა ამდენს არ გავრეცხავ, რა თქმა უნდა. ადიკას. იმიტომ რომ რავი რა თმინდა ამდენი. მირჩევნია რომ იყოს და ხო წიწმატი ვიყიდე კიდე წიწმატი მომცა 2 ცალი ლარნახევრად მარა არა ფრიდ ტარხუნეს ერთ და უკუთას მოვიყო ტარხუნეს მოსერ და უკრიფო რა იყო მივთხარი ხო ჯიმშილობა ყვა ჩემი ბოსტნის არისო ხო და სუდად ვის უყარს ტარხუნის სუნი ანუ მე და ტარხუნა ვართ აი რაღაცა სულიერი კავშირი გვაქვს ძალიან ახლო. ჩემი აზრი ეგეთია. მარიამ ერთი წუთით საუბრობ, არ გიკბენს ბუზი კაცო, არ გადამაყოლა ამ და. ეს რო შემოვიდა, შესამოსამს არეულო და კიდე. ესა. ჩვენი წიწმატი, ჩვენი ტარხუნა. აი ხა რას გააკეთებდით? ამით ხა გავაკეთებდი მე ჩაკაპოს. მაგდერბსა და მაგახოცე. მიცაქვი არ ამბეკ. ხა ჩაკაპოს იმდენი უნდა ხალ. ვაიმე და. იმდენი უნდა ხალხო ეს რას მეყოფა ხა ეს ორი ცალი. კარგი. ცოტა გავრეცხოთ, ცოტა რაღა ორი ცალი ერთი შევინახოთ. ძალიან ბევრი რამე გიყიდე და რა ვიცი, ეხლა ერთი მოწრუპე დადე, ჩაკბიჩე დადე, ეგრე არ არის დედა რა. ჩემი ბრალია, ერთი უნდა მიყიდე ზუსტად. ჩემი ბრალია, ბარემ ესეც გავასინჯოთქო ეს ვერსია და ცოტა ბევრი რამის წამოღება მომიწია და რაღაცნაირად ვეღარ დავდე ისეთ ადგილას ეს ცელოფლები და ყველაფერი დაინახა. ხო, ესენი მოკლედ უნდა გაირეცხოს. ხო, მწვანე ხახვიც ვიყიდე, ბარემ. ჩემი საყვარელი მწვანილის კერძებში ეს ძალიან მიყვარს. ხო, მწვანე ხახვი არ მინდა, ხა? რადე? იასამის ფერში ყავს. ჩემი შვილი გიждდება იასამის ფერზე და ყველა მეუბნება რომ შენ გგავსო მაგაში, იმიტომ რომ ჩემთვის იასამის ფერი არის საზღვრთაებრივი ფერი გიждდები და ამ ბოლო დროს რაც დავიკელი თეთრიც მომიხდა. ხო, რაც შეეხება შილაკის იდეებს და თქვენს კომენტარებს, მეგობრებო, ამ დღეს ლაკი უნდა გავიკეთო მე. ლაკის ბულები ღამაყლდა. დიდი რო გავშტები. ხო, რა თქმა უნდა, დიდი რო გაიზდები. და გადაწყდა მოკლედ რომ მაგულებიანს ვიკეთებ. უმრავლესობა ხმების გულებიანისკენ არის და მე ძალიან მომწონს. მეორე ვერსია რომელიც გაჩვენეთ, ეგეც ძალიან მომწონს, ოღონდ მერე გავაკეთებ მაგას ცოტა მერე.
ხო, აი ეს ამაზეა საუბარი, ეს შოკოლადის რო არის. სუნი კარგი. ხო, ესე იგი გოგოებო, ვიტაფეროლი აღარ გქონდა მარიამს და იმას ვქენი, რა ქვია. აი მე ყავაში კი ნამჩალდე. ხო, ეს კი გამოყუჩებელია. შევინახოთ. ფარმადეპოში ავერსში მინდოდა გასვლა იქ უფრო ხოლმე კაიფას და კლებები ვიტაფეროს, მაგრამ მე რა ვიცი და მე ზარა იქით არის ცოტა და ეს წამოვიღე, ამიტომ ფარმადეპოში ნაყიდი მოკლედ იქ იყიდე რა. 29 და რაღაც ღირს ისეთ 30 არამდე და 20 და რაღაც გადავიხადე. იცი ზუსტად ვნახო ერთი მართლა რა გადავიხადე არ მახსოვს. 21 და 57 გადავიხადე გამოყუჩებლიანად. ანუ 20 და არის რაღაცა იქ და ახო. იმიტომ რომ ანუ არ ქონდა და რაღაცა ძალიან მედარდებოდა, რაღაცა ცოტა ერთ კვირაზე მეტი არ მიუღია. მაგალითად ზოგი ამბობს რომ აბსოლუტურად სისულელია რაღაცა და რა ვიყო ასვავს და მე რა ვიცი. ზამთრის პერიოდში მაინც საჭირო. ესე იგი იმაზე Facebook-ზე ასაკიანი ქალბატონი მწერს გარეგნობა შენ არ გივარგა, იუმორი შენ არ გივარგა. შევასკაფხარო. რა გინდა კანები, ბებო რა გინდა. შენზე ძალიან დიდი არა ვარო და რა ვიცი. ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებს ხომ. ხო, დოდონას ბლოგზე ჩვენ უკვე 26,000 ვართ. როგორც იქნა ჩემი ბლოგი დაიქოქა, იმიტომ რომ თქვენიცით დარეპორტებული იყო და ძალიან დიდხანს 24,000-ზე იყო გაჩხერილი, მოემატებოდა, გახდებოდა 23,000, მოემატებოდა, ანუ ესე დარბოდა. პლუს მინუს 20 კაცი, პლუს მინუს 100 კაცი ესე დარბოდა და როგორც იქნა ახლა უკვე ვართ 26,000. შემიძლია თქვა რომ ბოლო აი ბოლო რა ორ კვირაში თუ რა 4-ის ხდებიდე 23,000, 24,000-დან ავიდე 26,000-ზე. ხო და მადლობელი მადლიერი ვარ 3-დე. ხო. ვიდეოს, რომელიც იყო თემაზე ჩათები, სკოლის, ბაღის და ასე შემდეგ ჩათებს როგორ უძლებთ თქო, ვისაც 3 და 4 შვილი ყავს თქო, იმას ხალხო აქვს თითქმის აღარაფერი უკლია 600 გაზიარებამდე თუ უნდა ვნახო 764,000 რაღაც ნახვა აქვს, თითქმის 765,000. შოკი, აი შოკი, ხალხო ელვის ისწრაფით ემატება, ანუ ვერც რომ ნახულობ ამდენია, გამიყიდა 1000 ემატება, აი წამებში. სასწაული ნახვა აქვს ამ ვიდეოს და 6,000-ზე მეტი ლაიქი აქვს და 810 გაზიარება, ну კომენტარიც ვეღარც ვთვლი უკვე რამდენი. მოგეხსენებათ, საოცს არის შედეგია და არის უზარმაზარ ფორიუზე, როგორც ვხვდებით, გავარდნილი Facebook-ზე და ვის არ გინახავთ ჩემი ბლოგი, გამიხარდება თუ დოდონას ბლოგს მოძებნით Facebook-ზე, რომელიც არის იუმორისტული, არის ჩემი გამოგონილი პერსონაჟი. და ძალიან გთხოვთ, რა ადამიანებს რატო არ გესმით, რომ ეს არის პერსონაჟი, რას გრიხავ ამ ტუჩებს და ნახე მშვენიერი გოგო ყოფილხარ და გვანცას ვიდეოს რო დავდებ რამეს, ანუ ჩვეულებრივი სახით. აგერ და რატო იმანჭები და შენ თუ გონია ხა კაი გოგო ჩახარ და არ მგონია. დოდონაზე ვგიჟდები ისეთზე, როგორიც არის. ყველაზე ბუნებრივი ადამიანია ალბათ მთელ სამყაროში ჩემთვის დოდონა, იმიტომ რომ ისეთია როგორიც არის, იმას ამბობს რაც უნდა, იმას აკეთებს რაც უნდა რა. ხო და დაიბე რაღაცა კომენტარი შეხვდა ისეთი საყვარლობა უტყუდა უფრო საყვარელი იყავიო. არ გიხდება უტყუდა უფრო საყვარელი იყავიო. გული დავწყდა. ამიტომ მე მაქვს მინუს 20 დაკლებული და აი დროშები დავდივარ, რომ დედა აღარა მაგარი გოგო ვარ და ამ დროს მიწერან რომ უტყუდა უფრო საყვარელი იყავიო. რას ნიშნავს ახლა ეს? ჩამწკრივდით, რას ნიშნავს ეგ?
მოკლედ, ლაივში ძალიან მინდა ვისაუბრო მაგდა პაპიძეზე და თუ ლაივში ვერ გავედი ვიდეოს სახით ჩავწეროთ. შოკი მაქვს ვუყურე მის სასამართლოს ჩანაწერებს, მტკიცებულებებს და ყველაფერს იყო მოკლედ კიდევ ერთხელ პატივი დასდეს ტელევიზორში და ტრიალებს ეს დღეები და არა მხოლოდ ტელევიზორში სრულიად სოციქსელი აქვს აკალებული ხო და ამაზე ვისაუბროთ. ახლა დაგემშვიდობებით გოგოებო, ეს ყველაფერი უნდა მივალაგო, გავრეცხო, ჩემთვის მოვიმზადო რაღაცები და შეგიხმიანებით რა ან დღეს ახლა. იმედი მაქვს რომ დღეს მოვახერხებ. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ხალხო, ახლა მივხვდი რატო გვაქვს საქართველოში საყოველთაო ნერვოზი. ესე იგი სულის ჩათი ცალკე, ბაღის ჩალკე, სამეგობროსი ცალკე, იმისი დედბაბიშვილების ცალკე, უბნელების ცალკე, ქმრის საყვარლების ცალკე, ისა ქმარზე მონადირე ხალხის ცალკე, თოზე მონადირეზე ცალკე, პედაგოგების ცალკე, კანეჯი, კაი ბაბიტაშვილო, ვაფშე სულჭყვაზე როგორ ამად ერი არ გიყვით ხალხო. აიცა კიდე ისეთი გოგოების ჩათი ცალკე. მალადეც დაო. როგორ გიძლებთ ერები მიამიცი. ერთ ჩათში ვარ და სიცოცხლე აღარ და აჰა, ფიცა ვარ, მე ახალ აღარ ვიდა სიცოცხლე. ეს მაგალო ვიხუბრი. ხო, რა გძეტა მაგარი ნერვოზია. აჰა, არ ჩერდება თვა. კლასელები ჩათში ვიყავი და აღარ აღარ ჩემი სიცოცხლე ასაკში ვარ და მაგათა გვიდათ რომ მოვკვდი და მაგარი დაშვენებული ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, მოკეთ გადავწყვეტე ვისაუბრო Facebook-ზე დოდონას ბლოგზე, რომელიც მეკუთვნის მე, იუმორისტული ბლოგი. ყველაზე ხშირად როდის ხდება ჩემთან კატასტროფული ლანძღვა, გეტყვით, როცა თემა ეხება დედამთილებს, რძლებს, სმულებს, მასლებს, მამამთილებს, ანუ ყველაზე დიდი ომი და შეტაკებები იწყება ხოლმე ასე დროს, როცა ნახსენებია უკვე ვინც ჩამოვთვალე. რამდენიმე დღეს წინ დავდე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ ბრძალომე ბავშვებზე ბრმანაწლავი მისკდება თქო და სხვის ბავშვებს მე ვერ გავზრდი თქო. და ვერ აგიხსნით რამდენი კომენტარი დაიწერა. სხვადასხვა პორტალები დაათრევენ ამ ჩემს ვიდეოს და მლანძღავს ხალხი ისე რომ აი არ ვიცი მართლა როგორ შეგიძლიათ ხალხო სხვისი ასე ლანძღვა არ ვიცი მე უბრალოდ არ ვიცი რამდენად შეგიძლიათ იკადროთ ამ დონემდე სხვისი განადგურება და გაცამტვერება ან როგორ ვერ ხვდებით რომ ეს არის ხუმრობა და მოდი ხუმრობას თავი დავანებოთ მე როგორც გვანცა ნამდვილად ასე ვფიქრობ ბრმაწლავი რო არ მისკდება გასაგებია ბავშვებზე მაგრამ ვერავის შვილს ვერ გავზრდი და ვერ ავიღებ 100%-იან და ვერც 70%-იან რაღაცა ვალდებულებებს ჩემი შვილის გამო ძალიან ბევრ რამეზე ამ ეტაპზე ვამბობ ბევრ შემოთავაზებაზე მithქვამს უარი, ბევრ ადგილას არ წავს უარი, ну როგორც ხდება ხოლმე. იმიტომ რომ სრულად გადავწყვიტე შვილის პასუხისმგებლობის აღება და ამ შემთხვევაში არ გადავაბარე დედამთილს, დედას, ბებიას, ბაბუას და ასე შემდეგ. და მეც ვთვლი რომ როდესაც თხოვდები პასუხისმგებლობები უნდა გქონდეს ადამიანს გააზრებული. ის რომ შვილს აჩენდა ხა დედამთილის სახლში დამიჯდება და რას მიკეთებს გამიზრდის, ჩემს შემთხვევაში ასე ვერ იქნება. ჯერ ბიჭიც არ მყავს, მაგრამ ნუ ზოგადად რო ვისაუბროთ, ასე არც იქნება, ვერ იქნება, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება და მერეც ჩემი ცხოვრება მექნება. ჩემი საქმეები მაქვს, ჩემი მიზნები მაქვს, ჩემი ოცნებები მაქვს და ზოგადად ჭირდება ამოსუნთქვა. ერთია, როდესაც იტოვებ თუნდაც რამდენიმე დღით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, რა თქმა უნდა, და ძალიან ჩართული ვიქნები ჩემი შვილის ცხოვრებაში, თუმცა ისე რომ მე ჩემი ცხოვრება წიგნივით გადავფურცლო
და გადავწყვიტო რომ სრული პასუხისგებლობები ავიღო, ასე ვერ იქნება, არ იქნება და მგონია რომ არც არის სწორი. რადგან დედამ და მამამ უნდა აიღოს პასუხისგებლობა შვილზე, შვილის გაზრდაზე, აღზრდაზე, განვითარებაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. მაგრამ თუ რაღაცები ვერ ხერხდება, თუ რაღაცები ხდება, ამისთვის არსებობს ძიძა. და ამ შემთხვევაში ვიარსებებ მეც, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შევიტან, მაგრამ ისი არა, რომ ჩემი ცხოვრება სრულად გადავდო და მივხედო ბავშვს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მეყვარება. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. ახლაც დედაჩემს ვუტყუებ ხოლმე, როცა ამის საჭიროება მოითხოვს, დედა ახლახან ჩამოფრინდა და ძალიან ცოტა ხნით რჩება ჩვენთან და ისევ მიფრინავს და ისიც კი მერიდება, რომ რაღაცა გარკვეული დროით ვუტოვებ ხოლმე და ნუ იქნებით სრულად დამოკიდებულები სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ მე პირადად არ მინდა სხვისი აღზრდილი შვილი. მირჩევნია თავად აღზარდო ისე როგორც ვიცი, ერთად განვითარდეთ, ვიდრე მე რაღაცები სხვას ვაბრალო, რომ ეს ასე არ მომწონს, ის ისე არ მომწონს, რამდენი გვსმენია ჩვენ, რომ არის ხოლმე ომი, რომ ეს ქცევები იმისგან აქვს, ასე ასწავლეს, ესე ამიტომ თავად უნდა იყოთ მეგობრებო პასუხისგებლობები. ხო და ამ ყველაფრის მერე უფრო მეტად მიკვირს, რატომ ატყდა ასეთი ამბავი, რატომ არის ასეთი ლანძღვა ჩემზე, ანუ რამე ცუდი ვთქვი? რატომ გონიათ რომ ცუდია ის, რომ დედამ და მამამ უნდა აღზარდოს საკუთარი შვილი უკაცრავად? ანუ ვინ უნდა ვერ ვიგებ, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სხვა პლანეტაზე ვარ მე ჯერ და ვერ დავეშვი რეალობაში, არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, რო თხოვდები ცოლი რომ მოყავს, რომ იცი რომ ვალდებულებები უნდა აიღოთ ძალიან ბევრი, ერთია დაგეხმარო, მაგრამ მეორეა მე დედას ვერ შევუცვლი და მამას. მით უფრო ვგიჟდები, როცა ეს ვალდებულებებში გადადის ხოლმე და ვალდებულებებში უტარებენ და ბევრი კომენტარი შემხვდა, რატო ვალდებული არ ხარ? ეს ალბათ უფრო გამწარებული რძლების კომენტარები იყო, მაგრამ არ ვარ. არც მე ვარ ვალდებული, არც ჩემი დედამთილი არ არის ვალდებული შვილი გამიზარდოს. დახმარება ერთია, მაგრამ ის, რასაც კომენტარებში მეწერდნენ, რომ შენ ახლა ვალდებული ხარ თუ რაღაც, არ ვარ ვალდებული, მეგობრებო. არც ჩემი დედამთილი არ არის ვალდებული, არც დედა არ არის, ჩემი დედა ვალდებული. მას მხოლოდ საკუთარ შვილთან ქონა ვალდებულებები, რომელიც ვარ მე და ახლა მე მაქვს უკვე ჩემი ოჯახი და ჩემი ვალდებულებები მაქვს. ამიტომ უცნაურია ხოლმე მსგავსი რაღაცების გამო ამხელა ჰეითი. ვერ აგიხსნით ხალხო რა ხდება დოდონას ბლოგზე. არ ვიცი და ერთმანეთს მიეჯიბრებით ხალხო ლანძღვაში, იმიტომ რომ საკუთარი სახე გაქვთ დაკარგული, აი მით უფრო გიჟდები ისეთ ადამიანებზე, პატარა ბავშვების ფოტოები რო უდევთ, ეკლესიის სურათები რო უდევთ, სანთლების ფოტოები რო უდევთ და გეუბნებიან, რომ იმედია სახლში ცოცხალი არ მიხვალ, ანუ რატო? რა დაგიშავე, იმიტომ რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს იმის გამო, რომ არ მესმის რატომ უნდა გავზარდოს ხვისი შვილი? მე რა რომ შვილია, ის ხვისი შვილია მაინც. არ მესმის. ვერასოდეს გავიგებ, არასოდეს მესმოდა. ეს არ არის ვალდებულება ხალხო. ვალდებულება უნდა ვიცოდეთ რაში გვაქვს. რაში გვევალება ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა სუბუქად შეხედეთ რაღაცებს, თორე იმაზე ადრე დაბერდებით, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თქვენი ნეგატივი ისევ თქვენ შეგჭამთ, თორე წავიკითხე ავსკროლე. თქვენ შეგჭამთ, დამიჯერეთ. შებებერო კომენტარს რო დამიწერთ, ხო, კარგით, ვიქნები ბებერი, მაგრამ თქვენგან გასხოვებით ადამიანობა შენარჩუნებული. ნახვამდის. დედა მამენა ვინდა ზოგადად ძალიან მოგენატროდე საიდან დედი? საბერძნეთიდან რო არ ჩამოდის? ჩამოვადე. ერთი ორი კვირა.
2 კვირის მერე, ცოტა მერედე. ცოტა რომ კარგი, როგორ გინდა? ძალიან მოგინატრა, ბიბო? ხა.